გამარჯობა. დღეს მინდა ერთ მართლაც შთამაგონებელ პროექტზე მოგიყვეთ. უბრალოდ სათაურს დააკვირდით. ისტორიები, რომლებიც გვქმნიან. ფურცლიდან მიზნისკენ. უკვე რაღაცნაირად იმედის მომცემად ჟღერს, არა? მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. თანაც ერთი საკმაოდ პროვოკაციული კითხვით. აი დაფიქრდით, შეუძლია კი რომანს ბულინგის შეჩერება? შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ იცით, სწორედ ეს კითხვა დგას მთელი ამ წარმოუდგენელი პროექტის უკან. და ეს მერწმუნეთ არ არის უბრალოდ რიტორიკული კითხვა, ჰაერში ნასროლი სიტყვები, არა. ეს არის ამ პროექტის ფუნდამენტი, იდეა, რომელიც აი ამ ორ ერთი შეხედით დაშორებულ რამეს, ლიტერატურას და რეალურ სამოქალაქო აქტივიზმს ერთმანეთთან აკავშირებს. კარგი, მოდით უფრო დეტალურად ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე. პროექტის სახელი ფურცლიდან მიზნისკენ. ვფიქრობ, იდეალურად აღწერს მთელ პროცესს, ხო? მოდით ჩვენც ზუსტად ამ გზას მივყვეთ და ვნახოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. სანამ საინტერესო დეტალებში გადავალთ, მოდით სწრაფად გადავხედოთ ძირითად მონაცემებს. ესე იგი, პროექტი გათვლილია 11-დან 17 წლამდე მოზარდებზე. მოიცავს 5 თვიან პერიოდს და რაც მთავარია, მასშტაბი აქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. და რა არის ამ პროექტის მთავარი არსი, მისი გული? ყველაფერი სამ ძირითად მიზანს ეფუძნება. პირველი, ლიტერატურის დახმარებით საკუთარი თავის პოვნა. მეორე, სხვისი თვალით სამყაროს დანახვა და ემპათიის განვითარება. და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ყველაფრის რეალურ სამოქალაქო აქტივიზმში გადატანა. მოკლედ, ესა მთელი პროექტის ხერხემალი. აი, ახლა კი, მოდით, ერთად გავიაროთ ის 5-თვიანი გზა, რომელიც მოსწავლეებმა გაიარეს. ეს ტაიმლაინი იქნება ჩვენი ერთგვარი რუკა, რომელიც დაგვანახებს, როგორ ვითარდებოდა ყველაფერი ეტაპობრივად. დავიწყოთ პირველი თვიდან. ჩვენი მოგზაურების პირველი გაჩერება ოქტომბერია. აქ ყველაფერი საკუთარ თავში ჩახედვით და სამყაროსკენ გახსნით იწყება. აი, ეს კონცეფცია სარკეები და ფანჯრები უბრალოდ გენიალურია ჩემი აზრით. რას ნიშნავს? სარკე არის ისეთი ლიტერატურა, რომელშიც საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას და გამოცდილებას ხედავ, ხოლო ფანჯარა გაძლევს შანსს შეიხედო სხვის სამყაროში, გაიგო ის, რაც შენთვის უცხოა. ხვდებით, ეს კითხვა სულ სხვა განზომილებას წენს. და აი, პრაქტიკაში როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. შეხედეთ ამ აქტივობას, პერსპექტივის ცვლა. ერთი და იგივე სიტუაცია, მაგრამ ორი სრულიად განსხვავებული აღქმა. ერთი ფიქრობს, განზრახ დამეიგნორა. მეორე კი საერთოდ სხვაგან იყო ფიქრებით. ეს ხომ წარმოუდგენელად მნიშვნელოვანი სავარჯიშოა. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ლიტერატურა, ეს არის ემპათიის პირდაპირი გაკვეთილი. კარგი, პირველი ეტაპი გავიარეთ. ახლა კი პროექტი ახალ უფრო მასშტაბურ ფაზაში გადადის. აქ უკვე საქმე აღარ ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ ფიქრს, იწყება აქტიური თანამშრომლობა, თანაც საზღვრებს მიღმა. აი, აქ შენდება ნამდვილი ხიდები. უბრალოდ ნახეთ, რა მაგარი და კრეატიული აქტივობებია. ცხელი სკამი, სადაც პერსონაჟის ტყავში უნდა შეხვიდე, გაცოცხლებული ლეგენდები, სადაც საკუთარ კულტურულ ამბებს უზიარებენ ერთმანეთს. ეს არ არის მოსაწყენი გაკვეთილები, ეს არის ცოცხალი, ინტერაქციული პროცესი, რომელიც სხვადასხვა კულტურის ბავშვებს ერთმანეთთან აახლოებს. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს ყველაფერი ხომ ჰაერში არ ხდება. ემოციური უნარების პარალელურად მოსწავლეები ძალიან პრაქტიკულ, თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებს ეუფლებიან. Padlet, Flipgrid, Canva. ეს ის უნარებია, რომლებიც დღეს ყველას სწირდება. მივედით ყველაზე საინტერესო ნაწილამდე. ამდენი ფიქრი, ამდენი ანალიზი, ემპათიის გაკვეთილები, მაგრამ რა მერე? როგორ გადადის ეს ყველაფერი წიგნის ფურცლებიდან რეალურ სამყაროში? აი ეს არის მთავარი კითხვა. და პასუხი ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებშია. პირველი, ისინი ირჩევენ რეალურ სოციალურ პრობლემას, მაგალითად, სწორედ იმ ბულინგს, რითიც დავიწყეთ. მეორე, წაკითხული წიგნების მიხედვით ქმნიან ერთგვარ ლიტერატურულ მანიფესტს და მესამე, ამ მანიფესტის გარშემო იწყებენ ნამდვილ კამპანიას, პოსტერებით, ვიდეოებით, სხვადასხვა აქციებით. ანუ, იდეა რეალურ ქმედებად იქცევა. და აი ეს ფრაზა, გვფიქრობ, ყველაფერს ამბობს. მანიფესტი მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ლიტერატურა არ არის უბრალოდ წიგნი, არამედ სამოქმედო გზამკვლევი. აი ეს არის მთელი პროექტის ფილოსოფია ერთ წინადადებაში. კარგი, და ბოლოს, რა მივიღეთ შედეგად? რით მთავრდება ეს 5-თვიანი მარათონი და რაც მთავარია, რა რჩებათ მოსწავლეებს ამ ყველაფრიდან? პირველი და ყველაზე ხელშესახები შედეგი არის აი
ეს. საერთო ციფრული წიგნი, ელექტრონული ანთოლოგია. წარმოიდგინეთ, აქ თავმოყრილია მათი მთელი ნამუშევარი, მათი ფიქრები, ისტორიები. ეს არის ამ მოგზაურობის ერთგვარი ციფრული კვალი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. მაგრამ წიგნზე ბევრად მნიშვნელოვანი ის უნარებია, რომლებიც მათ შეიძინეს. და ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურის ცოდნა. ეს არის სამოქალაქო ცნობიერება, ციფრული უნარები და ალბათ ყველაზე მთავარი, ემოციური ინტელექტი. ეს არის ის, რასაც სკოლაში ხშირად ვერ სწავლობ და რაც მთელი ცხოვრება გამოგადგება. და მოდით დავასრულოთ ისევ იმ კითხვით, ოღონდ ამჯერად ის თქვენ გეხებათ. თუ ლიტერატურა მართლა შეიძლება იყოს სამოქმედო გზამკვლევი, მაშინ რა იქნება თქვენი ისტორიის შემდეგი თავი? რის შეცვლას დაიწყებდით თქვენ?